თქვენთვის ყველანაირი ინვესტორი საერთოდ უკვე ეს სიტყვა რო ხსენდა, მით უმეტეს ისეთი ეთნიკური კუთვნილების, რომელიც საქართველოს ისტორიის სახელმწიფოებში ხსენებულა, უკვე პრობლემა. ეგ არ არის ეგრე და აქვს ინვესტორ საქართველოში ყოფნის უკვე. აქვს და გეტყვით რა განსხვავება. ინვესტიციის ტიპს აქვს მნიშვნელობა. არა აქვს. ის მეინტერესებს ხოდაშორის. ანუ აი მაგალითად გნებავთ არაბმა, გნებავთ ამერიკელმა, ჩადო ინვესტიცია სადაც სოფელში აშენა, ანუ ძის პროდუქტების ქარხანა, სადაც მუშაობენ ქართველები, ადგილობრივები და იქ ხეირობენ, არ არის პრობლემა. მეორეც ააშენა. მაგრამ პირობითად ვიღაც ამერიკელმა ქართულ მედიაში ჩადო ფული იმისთვის, აქ დღის წესრიგზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოახდინოს გავლენა და რაღაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაატაროს ჩვენს ქვეყანაში, მასეთი ტიპის ინვესტიცია ჩემი აზრით ქვეყნისთვის პრობლემაა. მე აქ იმიტომ ვარ მოსული, რომ განუმარტოს. აი, გავამარტივებ. მაგალითად გავამარტივებ რა. არსებობს პროცესი, არსებობს თანმიმდევრობა. ვიღაც არაბმა ააშენა რძის ქარხანა ააშენა და იქ ქართველები მუშაობენ და ხეირობს ადგილობრივ რაღაც სოფელი, კარგია, მაგრამ აი არაბმა იყიდა ნახევარი სოფელი და ჩაასახლა რაღაც არაბეთის რას ნიშნავს როგორ ჩაასახლებს? როგორ და იყიდა ნახევარი სოფელი და დასახლა, როგორ რას ბაზალეთში საქმდება. საიდან? რას ნიშნავს როგორ ემოციებზე კონსტრუქციას რო აყალიბე ბოლომდე. არა, ეხლავე არ ჩამოვაბატონო. სადღაც ბაზალეთში რძის ქარხანა რო ააშენოს ვიღაცამ და იქაურები დასაქმდნენ, კარგია. სადღაც ბაზალეთში 2 მილიონი კვადრატული მეტრი რო იყიდოს და მიწების გაყიდვა დაიწყოს არაბებზე, რაც ხდება, ეგ ცუდია. გასაგებია დავხსენი.